მოგესალმებით მეგობრებო, China Cars CRTG. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის 2025 წლის ჩვენი ბოლო გადაცემა. რას მოგიყვებით ამ გადაცემაში? გადავწყვიტეთ, რომ ბოლო გადაცემა იყოს საინფორმაციო ბლოკის სახით და მოგიყვებით ამ გადაცემაში თუ რა მოხდა 2025 წელს კარგი, რა მოხდა ცუდი, შევაჯამებთ რეზულტატებს ყველაფერს, მოგიყვებით ჩვენი კომპანიის შესახებ ორიოდე სიტყვას თუ რა ცვლილებები მოხდა, რა მოხდა კარგი და რა თქმა უნდა მოგიყვებით 2026 წელს რას ველოდებით. მაშასე დავიწყოთ. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. შევაჯამოთ 2025 წელი. ჩვენი კომპანიისთვის 2025 წელი იყო საკმაოდ დინამიური და პოზიტიური. მოკლედ, კარგი წელი იყო. რა მოხდა 2025 წელს? დავიწყეთ ავტომობილების მიმოხილვების გადაღება საქართველოში. ვიცით, ბევრი ავტომობილია უკვე ჩინური საქართველოში. რამოდენიმეჯერ ვიყავით ჩინეთში. მათ შორის ჩვენი ბოლო წასვლა გუანჟოს ავტომობილების ავტოგამოფენაზე. ალბათ უკვე ნახეთ გადაცემა და ამ გადაცემის შემდეგ კიდე ნახავთ რამოდენიმეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა იყო და გავყავით რამოდენიმე გადაცემაზე. გავზარდეთ ჩვენი კომპანიის ეგრეთ წოდებული შტატი. მოგვემატა თანამშრომლები, გავხსენით სრული გაყიდვების განყოფილება, რაღაც შეცდომების შესახებ რაღაცეებიც გამოვასწორეთ, გავასწორეთ და რა თქმა უნდა, რაც მთავარია, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ ეს იყო ის, რომ გავხსენით ჩვენი სრულფასოვანი ვებ-გვერდი, სადაც შეგიძლიათ ავტომობილის შეკვეთაც კი, შეკითხვების დასმა და ასე შემდეგ. გავიზარდეთ სოციქსელებში, სრულფასოვნად მუშაობს YouTube, Instagram, TikTok და რა თქმა უნდა, ჩვენი გვერდი, Facebook-ი არ დაგვაუწყდეს სხვათა შორის. ეს რაც ეხებოდა ჩვენს კომპანიას და 2025 წლის შეჯამებას. ეხლა კი რაც ეხება საერთოდ ავტომობილების ექსპორტის ეგრეთ წოდებულ ინდუსტრიას. რა მოხდა შევაჯამოთ 2025 წელი? რა მოხდა? წლის დასაწყისი იყო საკმაოდ კარგი და პოზიტიური, ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემდეგ წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო რაღაც სირთულეები. ერთ-ერთი სირთულე მაგალითად, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ სულ მალე გაზრდის გადასახადებს და ხალხმა დაიწყო, კომპანიებმა დაიწყეს ავტომობილების შემოყვანა დიდი რაოდენობით, დაიწყო რიგები, მთელი ამბავი და ეს იყო, ასე ვთქვათ, პირველი სირთულე, ხო? მეორე სირთულე. წლის ბოლოსთვის ჩინეთმა გამოაცხადა, რომ აკრძალავს ავტომობილების ექსპორტს და თავიდან არ ვიცოდით თუ რაზე იყო კონკრეტულად საუბარი, რის აკრძალვაზე იყო, მაგრამ ყველაფერი ვიცით და ამის შესახებ ცოტათი მოგვიანებით ეხლა მინდა მოგიყვეთ. ეს იქნება შემდეგ ბლოგში. იმისთვის რომ მოგიყვეთ თუ რა შეზღუდვებზეა საუბარი, უნდა მოგიყვეთ თუ რა ხდებოდა მანამდე. სინამდვილეში ავტომობილების, ახალი ავტომობილების ექსპორტი ყოველთვის შეზღუდული იყო ჩინეთიდან, მაგრამ არასდროს არ ყოფილა შეზღუდვა მეორადი ავტომობილების ექსპორტზე. და რა ხდებოდა, როგორ ჩამოდიოდა ავტომობილები? თქვენ ღებულობთ მაგალითად საქართველოში ახალ ავტომობილს, მაგრამ ეს ახალი ავტომობილი რო გამოვიდოდა ქარხნიდან, ამ ავტომობილს შეიძენდა რაღაც იურიდიული პირი, რაღაც კომპანია, შემდეგ დაარეგისტრირებდა ამ ავტომობილს თავის სახელზე და უკვე როგორც იურიდიულად მეორად ავტომობილს მიანიჭებდნენ საექსპორტო ნებართვას. და იურიდიულად მეორადი ავტომობილი, მაგრამ ფაქტობრივად ახალი ავტომობილი მოდიოდა, გადიოდა, ტოვებდა ჩინეთის ტერიტორიაზე და მოდიოდა მაგალითად საქართველოში. ეხლა კი აიგრძალა კონკრეტულად მეორადი ავტომობილების ექსპორტი. სინამდვილეში კი არ აიგრძალა, პროცედურა არის ესეთი. შეიძინეთ ავტომობილი. უნდა დაარეგისტრიროთ ჩინეთში, ანუ უნდა დარეგისტრირდეს ჩინეთში. 180 დღის განმავლობაში უნდა ქონდეს სანომრე ნიშნები და როგორც ჩვენ ვიცით, რაღაც სერვისის ისტორიაც უნდა ქონდეს. 180 დღეში ამ ავტომობილს აკუფლება, რომ მიიღოს საექსპორტო ნებართვა და გავიდეს, ასე ვთქვათ, ჩინეთის ტერიტორია დატოვოს. აი, ამ შეზღუდვაზეა საუბარი, მეორადი ავტომობილების შეზღუდვაზე. ხოლო ახალი ავტომობილები ყოველთვის შეზღუდული იყო და ეხლა შეზღუდულია.
შევაჯამოთ ის თუ რაც თქვი აქამდე და გამოდის, რომ ცუდი ამბები არის ის, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ნებისმიერ ავტომობილს, რომელიც თქვენ მოგინდებათ, ვერ ჩამოგიყვანთ ახალს პირდაპირ საქართველოში. ვამახვილებ ყურადღებას ნებისმიერს. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უნდა მაშინ შევიძინოთ ავტომობილი, დავაყენოთ 180 დღე და შემდეგ უკვე გამოვაგზავნოთ ეს ავტომობილი აქ. ეს იყო ცუდი ამბები. ეხლა კი გადავიდეთ კარგ ამბებზე. ჩინური ავტომობილების ექსპორტი და რა თქმა უნდა საქართველოში იმპორტი არ შეწყდება, მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგიყვანთ ახალ ჩინურ ავტომობილებს, მაგრამ ჯერჯერობით ვიცით, კონკრეტული ბრენდები რისი ჩამოყვანა შეგვიძლია. ეს არის Zikri, ეს არის Lynk & Co, საერთოდ Geely-ის კონცერნის ირგვლივ ყველაფერი რასტრიალებს და ეს არის GAC და ყველაფერი GAC-ის ირგვლივ რასტრიალებს, მაგალითად Ioni. ჯერჯერობით სხვა ბრენდების შესახებ ინფორმაცია არ არის, მაგრამ როგორც კი იქნება, თქვენ რა თქმა უნდა იქნებით პირველები, ვისაც შევატყობინებთ ამ ინფორმაციის შესახებ. საერთოდ ამისთვის შევქმნით ეს საინფორმაციო ბლოკები და საინფორმაციო გადაცემები, მეგობრებო. კიდევ ერთი ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს რაღაც რაოდენობის ავტომობილები, რომლებსაც უკვე მიღებული აქვს წლევანდელი საექსპორტო ნებართვა, ეს ავტომობილები არის საწყობებში დგას და მინდა გითხრათ, რომ უნდა იჩქაროთ. თუ გნებავთ, რომ შეიძინოთ ავტომობილი, უნდა იჩქაროთ. იმიტომ რომ რა თქმა უნდა 26 წლის მაგალითად იანვარშიც შეიძლება ეს ავტომობილი შეიძინოთ, მაგრამ იმ დონეზე დინამიურად ხდება ეს ყველაფერი, მოგიყვანთ მაგალითს. ვესაუბრებოდით ერთ-ერთ ჩვენ კლიენტს, რომელსაც უნდა შეძენა ლისანის, სანამ ფიქრობდა ჩვენი კლიენტი, ერთი დღის განმავლობაში უნდა დრო რომ მოეფიქრებინა. ავტომობილი მეორე დღეს უკვე გაყიდული იყო და შემდეგ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე ეს ავტომობილი 1 საათში გაიყიდა. ანუ ვაჯამებ. არის ავტომობილები, რომლებსაც მიღებული აქვს უკვე საექსპორტო ნებართვა და ეს ავტომობილები არის საწყობებში. რაღაც რაოდენობა შეიძლება 2026 წელსაც დარჩეს, იმიტომ რომ საბუთი უკვე გაფორმებული აქვს, ანუ ეს ავტომობილი უკვე ექსპორტირებულია. ოფიციალურად, იურიდიულად. ამიტომ იჩქარეთ, თუ გნებავთ მაგალითად ესეთი ავტომობილის ყიდვა, როგორც არის ლისანი ან რაღაც სხვა, მაგის მაგვარი, მოგწერეთ ვებგვერდზე, მოგწერეთ სოცქსელებში, დაგვირეკეთ და მოგეხმარებით, მაგრამ ისევ და ისევ უნდა იჩქაროთ. და მესამე კარგი ამბავი დღეისთვის, კარგი და სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი კომპანიისთვის, ეს არის ის, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ჩვენ ოფიციალურად ხსნით მეორე ხაზს. ეს არის მეორადი ავტომობილების ხაზი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მოგეხმარებით შერჩევაში, ყიდვაში და ჩამოყვანაში მეორადი ავტომობილის ჩინეთიდან, მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ არ ეხება ეს ყველაფერი მხოლოდ ჩინურ ავტომობილებს. ეს ეხება სხვა ბრენდებსაც, მაგალითად, იქნება ეს იაპონური ბრენდები, გერმანული ბრენდები, კორეული ბრენდები, ამერიკული ბრენდები, არა აქვს მნიშვნელობა, თავარი არის ის, რომ ეს ავტომობილები არის ჩინეთის ბაზრისთვის გამოშვებული ავტომობილები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩინურ ავტომობილებზეა საუბარი. მოკლედ, ვამბობთ ესე. ოფიციალურად 1 იანვრიდან გვაქვს ახალი ავტომობილების ხაზი და მეორადი ავტომობილების ხაზი. შეგირჩევთ, გაყიდინებთ, ჩამოგიყვანთ. ეს ყველაფერი მოხდა ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს ჩინეთში, სადაც ჩვენ პარტნიორებთან მოვილაპარაკეთ, რომ ხსნით ახალ მიმართულებას. აი ესე მეგობრებო. შევაჯამებ ყველაფერი იმას თუ რაზე ვისაუბრე დღეს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანიისთვის 2026 წელი იქნება საკმაოდ პოზიტიური, ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე 2025 წელი და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დინამიური. 2025-ში ჩვენ დავინახეთ, რომ ჩინური ავტომობილების მიმართ არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნა, საკმაოდ მაღალი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამაში შევიტანეთ საკმაოდ დიდი წვლილი. ჩვენი გადაღებებით, გადაცემებით, მიმოხილვებით და ასე შემდეგ. ვცდილობთ განახოთ რა არის კარგი, რა არის ცუდი და საერთოდ რა ხდება ჩინეთში. 2026 წელს დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ საინტერესო კონტენტი, საკმაოდ ვრცელი და დიდი კონტენტი. გაჩვენებთ ყველაფერს, საინტერესო იქნება, იმედია მოგეწონებათ. მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს მაყურებლებს,
ვინც გვერდში გვიდგას, გვიყურებს, გვისვავს ლაიქებს, გვიკომენტარებს ვიდეოებს, მადლობა თქვენ და რა თქმა უნდა, მინდა გადავუხადო მადლობა ჩვენს კლიენტებს, რომლებმაც უკვე შეუკვეთეს ავტომობილები, ესმით თუ რა ხაოსი ხდება და რა სიტუაცია დღეს ამ წლის ბოლოს და მინდა გითხრათ, რომ ავტომობილებს აუცილებლად მალე ჩამოგიყვანთ. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. მრავალს დაესწარით, იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვისვით ლაიქი და შევხვდებით ერთმანეთს 2026-ში. აბა კარგად.